დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში აქვს არაერთი არგუმენტი მოხმობილი იმისათვის, რომ დაადასტუროს, წარმოაჩინოს მსჯავრდებულის საპროცესო უფლებების და მკაფიო უხეში დარღვევები. აქცენტი გვაქვს იმაზე, რომ დაირღვა საფრთხემარსაჯულების უფლება, აქცენტი გვაქვს იმაზე, რომ დაირღვა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი, გამოძიება იყო ფორსირებული, ორკესტრირებული სამართალწარმოება, რა დროსაც სტრუქტურები შეთანხმებულად მოქმედებდნენ. დაზარალებულად ცნობილი პირი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, საქმეს იძიებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, იგივე უწყება და იგივე უწყებამ გასცა საქმეზე დასკვნები, რაც ბუნებრივია ჩვენ გვიდასტურებს იმ გარემოებას, რომ სამართალწარმოება ობიექტური არ ყოფილა გიორგი ოკმელაშვილის მიმართ ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზე, რაც შეეხება სასამართლოში საქმის განხილვის დროს. მოსამართლის მიერ გამოვლენილი ქცევა, რომელიც ხელშემშლელი აღმოჩნდა დაცვის მხარისთვის, ასევე იყო იმის დასტური, რომ სასამართლო იყო მიკერძოებული. მან გააჭიანურა საქმის განხილვა იმისათვის, რომ უდაუცნობელ საქმეზე არ დამდგარიყო გამომტყუნებელი განაჩენი და არ შეწყალებულიყო გიორგი ოკმელაშვილი პრეზიდენტის მიერ.